ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ველურბოლა ენგურის ხიდიდან დაიწყო და ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. სპორტულ ღონისძიებაში 100-მდე სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. მათ საკუთარი სურვილი გამოთქვის მონაწილეობა მიიღოთ დაგეგმილ ბოლაში და საკუთარი ველოსიპედებით აქცია შეუერთდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხშირად უნდა ჩატარდეს, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს დაამკვიდრებს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავხადო გამგეობას, რომ დღევანდელი დღეს ეს აქტიური სპორტის ჩაატარა. შემდეგში კი მინდა მადლობა გადავხადო ყველა ადამიანს, ვინც დღეს დაასწრო. ძალზედ კარგი იქნება თუ ასეთი აქტიური სპორტის ყველა მიიღეს მონაწილეობას და კიდევ ჩატარდება. მადლობა ვუხდი ამ ტურნირის მოწყობისთვის. კარგი იქნებოდა რომ მეტი ასეთ შეჯიბებები ჩატარებული იყო, მარათონის სასიამოვნო იყო, პრიზების დაარიგეს. ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევთ ახალგაზრდები. შემდეგში სულთატარდება ესეთ რაღაცები, კარგი იყო პრიზების გადმოგვიცა და დიდი მადლობა. ცხოვრების პროპაგანდა ეს რა თქმა უნდა და ჩვენთვის ბავშვებისთვის რა თქმა უნდა კარგი იქნება ეს შეჯიბრი ბევრი იყოს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ველურბოლა უკვე მეორე ჩატარდა. ბოლას უწყების წარმომადგენლების ადევნებდნენ თვალს. მათი თქმით, აქციის მიზანია მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და დანერგვა. აქ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საჯარო სკოლის 100-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელსაც ყავდა თვითონ ველოსიპედი და ეს ერთ-ერთი პროპაგანდაა ველოსიპედის განვითარებისა, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობას. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია და ეს მიღებული არის მთელ მსოფლიოში როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი, როგორც ჯანმრთელობისა, ასე ეკოლოგიური მხრივ. ამიტომ ჩვენ ხარი აუვით ამ ღონისძიებას და დღეს ზუგდიდში ჩავატარეთ ასეთი ღონისძიება და მომავალში ტრადიციულად გვინდა გავხადოთ ეს ღონისძიება. ღონისძიება დააფინანსა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა. ველურბოლა ეგიდით გზა ჯანმრთელობისკენ 1 საათში დასრულდა. აქციაში ჩართულ ყველა მოზარდს საჩუქრად მაისურები და სამახსოვრო სუვენირები გადაეცა.